Wildberries-ის შემდეგ ოზონი უკრაინამ რუსეთის ქალაქ ჩაპაევსკში ერთ-ერთი უდიდესი საწყობი დაბომბა. დრონებით დარტყმის შემდეგ კომპლექსის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარია. უკრაინამ სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც დაარტყა, რომელიც როსნეფტს ეკუთვნის. ქარხანა ვოლგისპირეთის ერთ-ერთი უდიდესი საწარმოა და წელიწადში 8 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს ამუშავებს და რუსეთის საოკუპაციო არმიას ამარაგებს. მიგრანტები ბელარუსიდან ევროკავშირის ქვეყნებში მიწისქვეშა გვირავებით გადადიან. ლატვიაში 28 ადამიანი დააკავეს, რომლებმაც საზღვარი ამ ფორმით გადაკვეთეს. ლატვიაში აცხადებენ, რომ ეს უკვე მეორე ასეთი შემთხვევაა. აღმოჩენილია ხავსით შენიღბული მიწისქვეშა გვირავები. ჰორმუზის სრუტეს ამჟამად ამერიკის ტერიტორიად განვიხილავ, აცხადებს ტრამპი. მისი თქმით, ირანი სასოწარკვეთილი ცდილობს შეთანხმების მიღწევას, რადგან ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია 350%-იანი ინფლაციით. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, თეირანის სწორი გარიგებისთვის ჯერ მზად არაა. ბატეთის ტბა ქართული ოცნების პირველმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჩაიგდო ხელში. ტერიტორია უკონკურენტო აუქციონზე 19 წლიანი იჯარით გაიცა და შპს ბატეთი რეზორტს გადაეცა, რომლის ერთ-ერთი მფლობელიც კბილაშვილია. მეიჯარემ წელიწადში 17,000 ლარი უნდა გადაიხადოს.